ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ედგარ ოგანესიანი, ემილ კუპრავა, გიორგი ჩიკვაიძე, ზურაბ რუსიშვილი, არჩინ ნასრიშვილი, თარჯიმანი შორენა ტაბატაძე, პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი, მოსამართლე ჯობე ნაჭყევია. ეს გახლავთ ის ადამიანები, ვინც რეალურად ხელი შეუწყო და ვინც ხელი მოაწერა რეალურად უდანაშაულო ადამიანის მრავალი წლით, საუბარი არის 8 წელზე და 6 თვეზე, მრავალი წლით ციხეში გამოკეთებას უდანაშაულო ადამიანის. რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მხრიდან რაიმე სახის დასაბუთება არ მოგისმენია, თუმცა როდესაც ჩავიბარებთ განაჩენს, ბუნებრივია, რაღაც სახის დასაბუთებას მაინც ვიხილავთ, შეიძლება ყოველ შემთხვევაში სასამართლო რომ ესე წარმოაჩინოს და სავარაუდოდ მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რომ ის პიროვნება რომელიც 6 წელია თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან 6 წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად და დღეში არაერთხელ იღებს მონაწილეობას სხვა საგამოძიებო მოქმედებებში და იცნობს ყველა ფიგურანტ და მათ შორის არაფიგურანტ გამომძიებელებს და დეტექტივებს ეს პიროვნება თარჯიმანი სავარაუდოდ სასამართლომ მიიჩნია ნეიტრალურ პირად, რაზეც ჩვენი პოზიციით მათ შორის დასკვით სიტყვაში, მათ შორის მთელი სამართალწარმოების პროცესში ჩვენ ამაზე ვაპელირებთ, რომ რეალურად შეუძლებელი არის ამგვარი მოწმის ნეიტრალურ პირად განხილვა, მოწმის, რომელსაც აკავშირებს ახლო ურთიერთობა თითოეულ იმ ადამიანთან, ვის სახელები და გვარებიც გაჟღერდა გულისხმობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს.